რა უსახურობამდე მივიდნენ დღეს ადამიანები. თანამედროვე ქალები ქიმიურად იხმევენ თმას და ყალყზე იყენებენ თითქოს გაუკრახმალებიათ. ან რას უნიუდით? ალერგია დაგეწყება. როდესაც ერის ქალს ვხედავ, ერურ შესამოსლის, ერურ სულს რომ აფქვევს, საოცარ სიტყვით ამბობს, ზიზღი მიჩნდება. განა იმ ადამიანის, ზოგმა შეიძლება სხვანაირად გაიგოს, აი მდგომარეობის, რომ ადამიანის უნავო რაღაცები დაისხა, თვეები დაიყენა, რაღაც ასაულები იქნა და ტაძარში მოვიდა. გაუბედურე კუდრეში. გავიგე რომ ერთი ქალბატონი გერმანიაში კოსმეტოლოგიის შესასწავლად გაემგზავრა. როცა ვკითხე ეს კოსმეტოლოგობა რაღა არის, მეთქი მიპასუხა. კოსმეტოლოგი მოხუც ახალგაზრდებად ახსევს. გამახსენდა რომ ნახე ერთი ახალგაზრდა ბებრუხუნა. შუბზე ჰორიზონტალური ნაჭრილობებით. როცა ვკითხე ამ საწოდავს რა დაემართა, მეთქი მიპასუხეს არაფერი, ოპერაცია გაიკეთა რომ სახის კანი დაეჭიმა და ნაოჭები გაიქნა. მე კი მეგონა რომ საწოდავი დედაბერი ავარიაში მოხდა და ქირურგიული ოპერაცია დაშინა. სადამდე მივიდნენ თანამედროვე ადამიანები. დღეს მინდა მამაო კოსმეტიკას ცოდვად აღარ თვლია. კი ამას უკვე მივხვდი. ამას წინათ ერთ ნაცნობ ქალს შევხვდი. ადრე ანგელოს გავდა. ახლა კი ისე იყო შეთითხნილი, ვეღარ ვიცანი და ვუთხარ. ღმერთმა ყოველივე კეთილად შექმნა, შენთან დაკავშირებით კი ერთი შეცდომა დაუშვა. რატო მამაო გაუკვირდა მას? იმიტომ რომ თვალები არ ჩაგილურჯა. ეს იყო მისი შეცდომა. სხვა ადამიანები ლამაზად შექმნა, შენთან დაკავშირებით კი ანგარიში აერია. ნუ თუ შენ თვითონ ვერ ხვდები შესაბრალო, რომ ამ კოსმეტიკით მხოლოდ იმახინჯებ თავს. ეს იგივეა ბიზანტიური ხატი აიღო, ადგილ-ადგილს აღებავებით მოთხოვო, შეღებო და გააფუჭო. განა შეიძლება ღვთის ხატება საკუთარი თავი საცხით ითხრიბო. წარმოიდგინე რომ ხატვარმა მშვენიერი სურათი შექმნა. მერე ფერწერაში სრულიად უვიცი ადამიანი მოვიღო, აიღო ფუნჯი და სურათი ულაზათო ფერებით აავსო. ანუ მან ხელოვნების ნიმუში დაამახინჯა. შენ სწორედ ამას აკეთებ. ამ კოსმეტიკით თითქოს ღვთისათვის გეთქვავს. შენ ღმერთო ცუდად შემხმენი, მე გაგისურვებ შეცდომას. მახსოვს კიდევ ერთი ქალი, ის შემთან გრძელი შევარდენივით წითელი ფრჩხილებით მოვიდა და დამიწყო თხოვნა. შენი შვილი მძიმე დავადა, ილოცე მამო. მე ვლოცულობ, მაგრამ რას ვლოცულობ, შევაწყვეტილე მე. მაგ ფრჩხილებით ქრისტეს ჭრილობებს უმრავლებ. ბავშვი რომ განიკირნოს, ჯერ ფრჩხილები დაიჭერი და შენი შვილი ჯანმრთელობისათვის ეს მაინც გააკეთე. დაიმოკლე ფრჩხილები და საღებავი გაიცალე. თეთრი ლაკით რო შევიღებო შეიძლება მამაო? საოცარი ამბავია. მე ვეუბნები, მოიჭერი და საღებავებისაგან გაიწმინდე ფრჩხილები. ეს უნიშნელობს ხერხული მაინც გაიღე შენი შვილი ჯანმრთელობისათვის. რას გავს ეს საჭირო რომ ყოფილიყო ღმერთი ხომ წითელი ფრჩხილებით გაგაჩენდა. ესე იგი შეიძლება რომ თეთრი ლაკი ვიხმარო მამაო? აკი ვიფიქრე, ელოდით გამოჯანმრთელებას შენ და შენი შვილი. ნახეთ რა კაცი რაღაც უთხრა? არ მორჩება შენი შვილი. ვიში არ უთხრა, მაგრამ მიხვდა რომ არ მორჩებოდა. იმიტომ რომ შვილის გამო ფრჩხილები არ მოიჭერა. კაცი უხსნის რომ ფრჩხილები მოიჭერე და შენი შვილი გამოჯანმრთელდება. რაღაცა გააკეთე შენი შვილისთვის. ეს ეუბნება თეთრი ლაკი რო წავლისო შეიძლებაო? ერთხელ, ორჯერ და თქვა რომ ამას არ მეერე შვილები. იმიტომ რომ შვილისთვის ფრჩხილები ვერ დადო. მშობლები შვილებს სულიერ გაციებას შვილების სულიერ გაციებას დედები უწყობენ ხელს. როდესაც არ თვითონ იცვამენ მოკრძალებულად და იმასაც ცდილობენ რომ გაკორტნონ შვილები და ყოველგვარი კრძალვა დააკარგინონ.
ვიღაც შეიძლება ან ძალიან ლამაზი იყოს, ან რაიმე ნაკლიც კონდეს. ღმერთმა იცის, რომ ეს მას სულიერად დაეხმარება. აი რატო აქ ადამიანს ნაკლე ხალი აქვს, ცოტა დიდი თავშუაში დიდი ცხვირი აქვს, რაღაც არ მოწონს, ძველი თვალები აქვს, წარბები გაერთიანებული აქვს, აი კუთავს სწავლობს. ნახეთ რას ამბობს. ღმერთმა ეს ხო იცის, მაგრამ ეს მას სულიერად ეხმარება. ღმერთი ხო უფრო სულზე ზრუნავს და არა სხეულზე. ყველა ჩვენგანს აქვს ღირსებები, მაგრამ მცირედი ნაკლიც. ეს ჯვარი კი არ არის ჩვენთვის არამედ უბრალოდ ვირთი. ეს სულის ხონებაში დაგვეხმარება. ესეც საკმარისია, რაც ავიკითხეთ. აქედან მე ვფიქრობ, ადამიანს შეუძლია ბევრი რამე ისწავლოს. ქალმაც და კაცმაც. მემეც აღარაფერს დავამატებ. ეს საქართველოში მამაპაისი თემა საქართველოს გაიცნო და ყველა უჯერებს და აი დაუჯერებ. ახლა მარტივი რაღაცები გითხრა. ცოტა ადამიანებს დავემსგავსოთ, პატარა შენიშვნები მოგცა მამაპაისმა. მეც გავითვალისწინებ, თქვენც გაითვალისწინებთ. თქვენ შვილებსაც გაათვალისწინებთ, თქვენ ახლობლებსაც უთხარით, რომ ისე მოგიცეთ როგორც წმინდა მამაპაისმა. ამήν.